და დღის სხვა სიახლეები ჩხუბი უცენზურო სიტყვები და ფიზიკური დაპირისპირება საქალაქო სასამართლოს დარბაზში ტარიელ ფოცხვერიასთვის გამოტანილ განაჩენს ხმაური მოხვა. მოსამართლემ ქურდული სამყაროს სწავლობისთვის მსჯავრდებულ ფოცხვერიას 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დანარჩენი 3 პირი, რომელებსაც ქურდულ სამყაროსთან კავშირში ედებათ ბრალი ციხეში 6 წელს გაატარებენ. მოსამართლის გადაწყვეტილებამ გასამართლებულებისა და ახლობლების პროტესტი გამოიწვია, რაც მალე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთ-ერთმა გასამართლებულმა ილიას ახელაშვილმა პროკურორს უცენზურო სიტყვებით მიმართა. დღევანდელი პროცესის მსვლელობისას დარბაზში მყოფი 3 ადამიანი შეუძლოდ გახდა. თორნიკე ჯიშკარიანი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მსჯავრდებულ თორნიკე ჯიშკარიანს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში მოხდის და სასჯელის ვადის ადვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2013 წლის 1 ივლისიდან. ილიას ახელაშვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.